ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში 20 წელია სწავლა დაანგრეულ სკოლაში საკმაოდ არახელსაყრელ პირობებში მიმდინარეობდა, რაც წლების მანძილზე თითოეული ახალსოფლელი სადგივარს და პრობლემას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ დღეს ახალი სკოლის გახსნაზე თითქმის მთელი სოფელი შეიკრიბა. რაიონის გამგეობის და სამხარეო ადმინისტრაციის დაფინანსებით ახალსოფელის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი მოხდა და ის სკოლის შენობად გადაკეთდა. საზეიმო ცერემონიალის შემდეგ სამხარეო ადმინისტრაციის და რაიონის გამგეობის ხელმძღვანელმა პირველი ნედი გაჭრეს და პირველი ზარით დაირეკა. დღევანდელი დღე განსაკუთრებით სასიხარულოა პირველკლასელებისათვის, ვინც ახალ სკოლაში პირველად შეაღებს კარგს. იყავ ბეჯითი და გქონდეს მენა, დიდი განძია სწავლის შეძენა, მაგრამ ამას გთხოვნაზე უფრო გულით გიყვარდეს სამშობლო ენა. ძალიან მიხარია ამ სკოლაში რომ მოვედი. ზანიშნებზე უნდა ის ხუთებში. დიდი მადლობას ვუძღვნით ჩვენ ძალიანად საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, გორის სამხარეო გუბერნატორს ბატონ მიშა ქარეს და ქარელის რაიონის გამგებელს გია ზანარდიას ამ დიდი წვლილისათვის. დღენიათ ისინი ზრუნავდნენ იმისათვის, რომ გაკეთებული იყო ახალსოფელში საუკეთესო სკოლა და ალბათ არ მეგულება საქართველოში ისეთი სოფელი, სადაც ასეთი ზღვა სიხარულით აღსავსები ყოფილიყო, როგორც პედაგოგები, ბავშვები, მშობლები და მოწვეული სტუმრები. ახალსოფელის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ღოლღეთს ეწვივნენ, სადაც ახალი დაწყებითი სკოლა გაიხსნა. 15 წლის მანძილზე სკოლის უქონლობის გამო სწავლა ეგრეთ წოდებულ ვაგონებში მიმდინარეობდა. სოფლის მაცხოვრებლები, მოსწავლეები და პედაგოგები სკოლის გახსნას დიდი სიხარულით შეხვდნენ. ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებთ ყველას. ნამდვილად ჩვენს ბავშვებს ძალიან ცუდ პირობებში უხდებოდათ მეცადინეობა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ დღეს, რომ ასეთი დიდი საჩუქარი მიეცა ჩვენს სოფელს. წლების განმავლობაში ნამდვილად ცუდ პირობებში გვიხდებოდა სწავლა. დღეს ახდა ჩვენი ოცნება და ახალი სკოლა საჩუქრად გადმოგვეცა. მადლობა მინდა ყველას გამოუცხადო, განსაკუთრებით რაიონის გამგებელს ბატონ გია ზანარდიას და ასევე ბატონ ვაჟა ბაქრაძეს განათლების განყოფილების გამგეს, რომელმაც აი ეს მარცვალი ნამდვილად ჩადო ჩვენი გაჭირვება გამგეობაში და ყველანაირად შეგვისრულა ყველაფერი. სასწავლო პროცესი განახლდა 5 სექტემბერს. ამ დღესთან დაკავშირებით ქარელის რაიონში გაიხსნა 3 ახალი სკოლა, ახალსოფელში საშუალო სკოლა და აგრეთვე ახლა გავხსენეთ დაწყებითი სკოლები. მადლობას ვუხდით რაიონის გამგებელს ასეთი ლამაზი შენობის ჩუქებისათვის, ამ სოფლის ბავშვებისათვის, ამ სოფლის მოსახლეობისათვის და ამ ბავშვებს ულოცავ ახალ სასწავლო წლის დაწყებას. ქარელის რაიონში სოფელი დოღლაური მესამე სოფელია, სადაც დღეს ახალი სკოლა გაიხსნა. სოფელი, სადაც დაახლოებით 30 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს, 15 წელია სკოლა საერთოდ არ არსებობდა. სკოლებმა საჩუქრად ახალი ინვენტარიც მიიღეს. ცხოვრებაში გამოირევა ყველაზე ბედნიერი დღე და ეს დღე ზუსტად ეს არის. ძალიან ბედნიერები ვართ და გახარებული, რომ პირველად ამ სოფელში გაიხსნა დაწყებითი სკოლა, არც ადრე იყო და ეხლა გაიხსნა დაწყებითი სკოლა და სოფლის მოსახლეობა ძალიან მადლობები ვართ, აგრეთვე ბავშვებიც ძალიან შორს დადიოდნენ სკოლაში. მინდა ველოცო ყველა პედაგოგს, ყველა პირველ კლასელს და უსურვო წარმატებები. მინდა დიდი მადლობა უთხრა იმ სოფლის მოსახლეობას, სადაც გაიხსნა ახალი სკოლები, მათ მიიღეს უშუალო მონაწილეობა მათ მშენებლობაში, რომელიც იმუშავეს უამრავად.